თბილისელებისთვის, რომლებსაც ზაფხულის დიდი ნაწილის ქალაქში გატარება უწევთ, მალე დასვენების კიდევ ერთი საშუალება გაჩნდება. აგვისტოს ბოლოს თბილისის ზღვაზე ახალი აკვაპარკი გაიხსნება, რომელიც თავისი მასშტაბით ყველა წინამორბედს უკან ჩამოიტოვებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაშიც. მომხმარებელს თავაზობ ნოუ-ჰაუს, ეს არის ჩამოსასრიალებელი ექვსი გზა, რომელიც 31 მეტრიდან სრიალდება. მინიატურულ მაკეტზე ყველა ის ობიექტია წარმოდგენილი, რომელთა მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია. ჯინო პარკი საქართველოში ყველაზე დიდი აკვაპარკი დამსვენებელს სავარაუდოდ 22 აგვისტოდან მიიღებს. ჩვენთან ტარიფები არის დიფერენცირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ შეძლოს შემოსვლა და სარგებლობა ჩვენი პროდუქტით, რადგან ჩვენ თვითონ გავამართოთ ჩვენი სლოგანი. ტარიფები იქნება 12 ლარიდან 115 ლარამდე. ეგრეთ წოდებული კამიკაძე ატრაქციონი, 25 მეტრიანი ოლიმპიური აუზი, ფრენბურთისა და მინი ფეხბურთის ქვიშის მოედნები, ღია და დახურული კაფეები, სპა ცენტრი, ჯაკუზები და აუზები ახალ აკვაპარკში აგვისტოს ბოლოს ამუშავდება. მოსახლეობა მიიღებს ისეთ სამსახურებს, როგორიც არის ჩიპებით მომსახურება, ტუალეტები, დუშები, დასასვენებელი შეზლონგები, კაფე-ბარები, ტოპოგანები სასრიალო, ესე იგი გორკები. რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებული აკვაპარკი 3 ზონად დაიყოფა. აკვაპარკი წელიწადის 4 სეზონზე იმუშავებს. მშენებლობისა და უსაფრთხოების ხარისხს უცხოური კომპანიები აკონტროლებენ. დღიდან მუშაობის დაწყებისა არის რამოდენიმე კომპანიის ზედამხედველი, დაუშვათ ნებისმიერი პოლონური ტექნოლოგია არის თუ ინგლისური თუ ევროპული სხვა ქვეყნის არის ზედამხედველები, რომლებიც ამოწმენ ყველაფერს. თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მშენებლობა დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავამ თბილისში გამოთავისუფლებული ტერიტორიების განვითარებაზე ისაუბრა. გამოთავისუფლებული ტერიტორია, გარდა იმისა, რომ თბილისის განვითარებას ემსახურება, გარდა იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება, ეს რკინიგზა ჭრის ქალაქს და აქეთ მხარეს არაძლევს განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამის მერე თბილისს ექნებოდა შესაძლებლობა მარცხენა სანაპიროზე და თბილისის ზღვისკენ განვითარების მეტი ასეთი ინვესტიცია მოგვეზიდა და კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გამხდარიყო ქალაქი იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად ქალაქის განვითარებას უსწრებს, მე გულისხმობ რკინიგზის გადატანის პროექტის შეჩერებას. ჩვენ მაინც ჩვენ გეგმით მივდივართ. თბილისის ზღვაზე აკვაპარკის მშენებლობა 1 წლის წინ დაიწყო. პარკის მეპატრონეები ამბობენ, რომ წელიწადში 800,000 დამსვენებლის მიღებას შეძლებენ.